თუკი საბჭოთა პერიოდი გახსოვთ, დარწმუნებული ვარ, ლოტოს ტიპის ლატარიაც გემახსოვრებათ და ერთხელ მაინც გექნებათ შეძენილი და ციფრები შევსებული. საქართველოს ლატარიის კომპანია ამ პროდუქტს დღეიდან ბაზარზე აბრუნებს. მომავალ სამშაბათს კი პირველი გათამაშება შედგება, ჯეკპოტი 300,000 ლარი იქნება. 17, 22, 25 და კიდევ 3 ციფრი 49-დან. ციფრები უკვე შერჩეულია, ახლა გათამაშებას უნდა დავალოდო, იქნებ ჯეკპოტიც კი მოვიგო. ეს ლოტერიების კომპანიის ახალი პროექტია. ლოტო, რომლის გათამაშებაც დღეიდან იწყება. ლოტოს ბილეთის ფასი 2 ლარია. მაქსიმალური მოგება კი პირველი გათამაშებისთვის 300,000 ლარი იქნება. თუკი ჯეკპოტი არ გათამაშდა, მაშინ ეს თანხა შემდგომ გათამაშებებში კიდევ და კიდევ მოიმატებს. ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლატარიაა, რომელიც საქართველოშიც დავნერგეთ. ყველას წარმატებას ვუსურვებ. ჩემს მიერ შერჩეული ციფრები ახლა ოპერატორთან უნდა მოხვდეს. ამ ციფრებს ის მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრირებს. გამარჯობათ. ეს მე არჩეული ციფრები დაფიქსირებულია. ძალიან დიდი მადლობა. ჯეკპოტის მოგება გულისხმობს 6 ციფრის გამოცნობას. ვინც არ მოიგებს ჯეკპოტს, გარდა ამისა თამაშება პრიზები 5 ციფრზე, 4 ციფრზე, მინიმალური არის 3 ციფრი, ანუ მინიმუმ 3 ციფრი უნდა გამოიცნოს მოთამაშემ, რომ მიიღოს პრიზი. ლოტოს ბილეთები დღეიდან უკვე გაყიდვაშია. პირველი იღბლიანი კი მომავალ სამშაბათს გამოვლინდება. თუკი ჯეკპოტს მოიგებთ, ეს ინფორმაცია აღარ დაგჭირდებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოინიშნეთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია დღეიდან თბილისში 150 ვაკანსიაზე, რეგიონში კი 400-ზე აცხადებს კონკურსს, რაშიც პარტნიორობას ჩვენს გადაცემას თავაზობს. უპირატესად სწორედ ჩვენი მაყურებელი და რადიომსმენელი დასაქმდება ამ კომპანიის ჯიხურებში. ჩვენ ვანვითარებთ ჩვენი კიოსკების ქსელს, რომელიც არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება და ამ კიოსკის თანამშრომლების შერჩევას ვახდენთ ჩვენ. თბილისში ამ ეტაპზე 150-მდე კიოსკის დადგმას გეგმავთ და შესაბამისად გვჭირდება ამდენივე თანამშრომელი. ეს უნდა იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული ადამიანი, რომელსაც აქვს ელემენტარული მათემატიკური უნარჩვევები და ლოგიკური აზროვნების უნარჩვევები